თუ თქვენ ნახეთ უკვე ჩვენი წინა გაკვეთილები, უკვე იცით, რომ საქართველოში არსებობს თევზის უნიკალური სახეობები, რომელს დაცვას საჭიროებენ. დღეს კი გავიგებთ, როდის არის თევზაობა აკრძალული და რატომ. მოდით პირველ რიგში დავსვათ კითხვა. რატომ უნდა შეიზღუდოს თევზაობა კონკრეტულ პერიოდებში? უპირველეს ყოვლისა უნდა გვესმოდეს, რომ თევზები ისევე როგორც სხვა ცოცხალი ორგანიზმები, გამრავლებისთვის საჭირო დროს და გარემოს მოითხოვენ. ეს პერიოდი ხშირად ემთხვევა გაზაფხულსა და ზაფხულის დასაწყისს. როცა წყლის ტემპერატურა იზრდება და თევზები იწყებენ სამრეწველო მოძრაობას. მიდიან მდინარის ზემოთ ნაკადულებში საბუდრად. რა პერიოდებია ყველაზე კრიტიკული საქართველოში? საშუალო აკრძალული პერიოდები იწყება 1 აპრილს და გრძელდება 30 ივნისამდე. მაგრამ ეს პერიოდის ცვალებადია რეგიონების მიხედვით. მაგალითად, მდინარე რიონში, ჭოროხსა და ემბურში თევზჭერისის შეზღუდული პერიოდები გრძელდება მაისიდან ივლისამდე. შავი ზღვის სანაპიროზე თევზაობა ხშირად იკრძალება მაისიდან აგვისტომდე, რადგან ზღვის თევზები შედიან მტკნარ წყლებში საბუდრად. მთის მდინარეებში, როგორიცაა თექძამი ან ქსანი. თევზაობის აკრძალვა უფრო ადრე მარტში იწყება. ახლა ერთ საინტერესო ფაქტსაც გაგიზიარებ. აკრძალული პერიოდების დასახუროს ეთიკური ვალდებულება კი არაა. ეს სამართლებრივი მოთხოვნაცაა. უკანონო თევზჭერის შემთხვევაში მოქმედებს ადმინისტრაციული ჯარიმა და შესაძლოა ჩამოგართონ თევზჭერის აღჭურვილობა. და ერთ-ერთი ყველაზე ხშირი შეცდომა. ზოგი თვლის, რომ თევზაობა მხოლოდ დიდი ტბების ან ზღვის აკრძალვებს ნიშნავს. სინამდვილეშიც კი აკრძალვები მოქმედებს მძიმე მდინარეებზეც, წყალსაცავებზეც ან თუნდაც არხებზე. ნებისმიერი ადგილი, სადაც თევზს შეუძლია გამრავლება. როგორ გავუგოთ სად და როდისაა შეზღუდვა თევზაობაზე? ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდზე. ასევე შესაძლებელია ადგილობრივ თვითმმართველობებთან დაკავშირება და თევზჭერის შემზღუდველი ნიშნების გავრცელება ტერიტორიებზე. ნუ დაუშვებ შეცდომას, რომელიც მომავალ თაობას წყლის რესურსის გარეშე დატოვებს. შენ შეგიძლია დაიცვაბუნო, თუ უბრალოდ გაითვალისწინებ დროსა და გარემოს. მადლობა, რომ ბოლომდე უყურე გაკვეთილს.